ბადურ ნათობაძის პოზიციით დღეს სასამართლო პროცესზე მას სიტყვის უფლებით კიდევ ერთხელ ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა, რომ გამოიყენებინა მის მიმართ ყველაზე ნაკლებად მკაცრი სასჯელი გამომდინარე იქიდან, რომ მან ეს დანაშაული თავიდან ბოლომდე აღიარა, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს, რომ მან თითქოს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის კაკო ტუღუშის დავალებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეგრეთ წოდებული შუმოკი ფსიქოლოგიური ტერორი მოეწყო გიორგი მიქაძისთვის, ლევან ჯანგოლაძის მკვლელობისთვის უვადოთ ციხეში გაშვებული პირისთვის პენტენციურ დაწესებულებაში. მან არაერთხელ აღიარა სასამართლო პროცესზე, რომ მისი ინტერესი და პირადი მოტივი იყო ის, რომ შური ეძია გიორგი მიქაძისთვის და არა მხოლოდ მისთვის, მისი ძმისთვისაც და ყველა იმ პირისთვის, რომელიც მეგობრობდა წარსულში სოსო ჯოხაძესთან. სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, როგორც ისიც ბადურ ნათობაძე ყველაზე მკაცრ დაწესებულებაში, მას 19 წლიანი სასჯელი ჰქონდა განსაზღვრული და ახლა დღეს მოსამართლე ჯინჯოლია მას კიდევ 10 წლიანი სასჯელი განუსაზღვრა. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დიდი სასჯელი შთანთქავს პატარა მუხლს 10 წლიან სასჯელს შესაბამისად ნათობაძე ჯამში კიდევ 10 წელს დარჩება ციხეში. მას 8 წელი ჰქონდა დარჩენილი სრულად, თუმცა ის ახლა 10 წელს მოიხდის. რაც შეეხება სხვა პირებს, კიდევ 6 ადამიანს, რომელიც ნათობაძესთან ერთად მხილებული იყო ქურთულ სამყაროსთან კავშირში, სწორედ მათი დავალებით ფსიქოლოგიურ ტერორში, მათ 3, 6 და 8 წელი განესაზღვრათ კიდევ დამატებით სასჯელად. ყველაზე მეტად ამ საქმეში, ასე ვთქვათ, დაზარალდა ლევან მეფარიშვილი, მეცახელად კვერცხა, რომელიც ასევე ამ საქმეში ფიგურირებს ასევე აუდიო ჩანაწერებში, სადაც გარკვეულ დავალებებს გასცემს, რომ ციხეში ეგრეთ წოდებული ქურდული წესებით დაიჩაგროს გიორგი მიქაძე. აღსანიშნავია ის, რომ ლევან მეფარიშვილს დარჩენილი ჰქონდა ქსნის პენტენციურ დაწესებულებაში 8 თვის შემდეგ ტოვებდა ის მკვლელობის მუხლით ციხეს, თუმცა ის 8 წლით დარჩება ამ იერიდან უკვე ყველაზე მკაცრ დაწესებულებაში. სასამართლოს ხომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დაადასტურდა, რომ საზოგადოებრივ ყოფნა კანონიერმა ქურდმა კაკო ტუღუშმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა პენტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ განახორციელებინათ სადამჯელო მოქმედებები, ქურდული სამყაროს წევრები და მხარდამჭერები ახორციელებენ გარკვეულ მოქმედებებს ამ ბრალდებულის წინააღმდეგ. სასამართლომ კანონიერი ქურდებისათვის ბრალდებულ პირს სასჯელის სახით განუსაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. შეეხება კაკო ტუღუშს, იგივე ენცოს. 13 წლით განისაზღვრა თავისუფლების. მასაც დაუწევად. თავად ფარულ ჩანაწერებში უთითებდნენ, რომ კონკრეტულმა პირებმა განახორციელეს გარკვეული მოქმედებები, რაც მიუღებელი იყო ქურდული სამყაროს წევრებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ქმედების გამო მოითხოვეს სადამჯელო მოქმედების განხორციელება და უშუალოდ რასთან დაკავშირებით განხორციელდა აღნიშნული მოქმედებები, ამის თაობაზე ინფორმაციას ბუნებრივია მეზუსტად ვერ მოგაწოდოთ. ბრალდებულმა სასამართლოს ხომაზე განაცხადა, რომ ნამდვილად განხორციელდა ქურდული სამყაროს საქმიანობა, კონკრეტული ბრალდებულების მიერ მიუთითეს, რომ სწორედ კანონიერი ქურდი ელექტროკომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა პენტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს, რომელთაც გასცა დავალება აღესრულებინათ კანონიერი ქურდების ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც კონკრეტული პირის მიმართ სადამჯელო მოქმედების განხორციელებას ითვალისწინებდა. ბადრი ნათობაძე არასდროს არ უარყოფდა, რომ გიორგი მიქაძეს სიკვდილის შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ჩუმოკი და რაიმე პრაგონი მაგას არ ვაღიარებდით ჩვენ. ბადრი ნათობაძე აღიარა და საქმის მასალებითაც დასტურდებოდა, რომ იგი გიორგი მიქაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა წარსულში არსებული მტრობიდან გამომდინარე, მათი დაპირისპირებიდან გამომდინარე და რომ ეს დაპირისპირება და გინება დაიწყო გიორგი მიქაძის შესახლებისთანავე და ის საუბარი ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის უკვე ამ გინების მერე განხორციელდა. საქმის მასალებში არანაირი კავშირი არ არის ბადრი ნათობაძესა და კაკო ტუღუშის შორის, ან ვინმეს შორის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ფარცხალაძემ, ასე ვთქვათ, კუდი მოიქნია და ეს თავისი ბოლო ძალებით ცდილობს, რომ მისთვის მიუღებელი ადამიანები, რომლებიც მის ინტერესებს კიდევ ეწინააღმდეგებიან, არასდროს არ გამოვიდნენ ციხიდან. გიორგი კირთაძეს ედავებდნენ ქურდული სამყაროს მხარდაჭერობაში. დღეს თქვენს ესწრებოდით სასამართლო პროცესს და გიორგი კირთაძეს მიმართ დადგა განაჩენი და გიორგი კირთაძე გათავისუფლდება ორშაბათს, მომავალ ორშაბათს. გიორგი კირთაძემ რა გადაწყვეტილებაც მიიღო, ეს იყო შეთანხმებული აბსოლუტურად საქმეში გამავალ ყველა პირთან, რომელთა საწინააღმდეგოდაც მას რაიმე ქმედება არ განუხორციელებია.
საგამოძიებო უწყება ამტკიცებდა ამ საქმეზე, რომ ბადრი ნათობაძემ, რომელიც მსჯავრს ყველაზე მკაცრ მე-6 დაწესებულებაში იხდის, გარკვეული დირექტივა მიიღო საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტისგან, კაკო ტუღუშისგან, იგივე ენსოსგან, რომ ეგრეთ წოდებული პრაგონი გაეტარებინათ ციხეში და მას შემდეგ რაც შეასახლებდნენ გიორგი მიქაძეს, ლევან ჯანგულაძის მკვლობაში მხილებულ მთავარ ფიგურანტს, რომელსაც უვადო მუხლი აქვს მისჯილი, მის მიმართ მოეწყოთ გაეტარებინათ ეგრეთ წოდებული შუმოკი ფსიქოლოგიურ ტერორში ემყოფებინათ, რაც განახორციელეს კიდეც გამოძიებამ გაავრცელა გარკვეული აუდიო მტკიცებულებაც ამ საქმეზე, ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გიორგი მიქაძე იყო ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, მას აგინებდნენ უშუალო სიტყვებით დილიდან საღამომდე, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებდა ამ საქმეზე, სწორედ ამის გამო მიეცა პასუხისგებაში ბადრი ნათობაძე, მასთან ერთად კიდევ 6 პირი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდევ 2 პირი, რომელიც თავისუფლებაზე იმყოფებოდნენ ამ საქმეში ფიგურირებენ, ესენი არიან ნანა მეფარიშვილი, ქალბატონი, გიორგი კირთაძე, რომლებმაც უშუალოდ მოახდინეს დაკავშირება საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტების და ციხეში მყოფი პირების, მათ 3 წლიანი სასჯელი განესაზღვრათ, მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შესაბამისად გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ნანა მეფარიშვილი თავისუფლებაზე, რაც შეეხება გიორგი კირთაძეს, ის ორშაბათს დატოვებს ციხეს უკვე ამ საქმეზე. ბადრი ნათობაძეს 10 წლიანი სასჯელი განესაზღვრა, თუმცა მას გადაუკვალიფიცირდა მუხლი, თუ კი აქამდე გამოძიება ის იხდიდა სასჯელს სოსო ჯოხაძის მკვლობისთვის, ის ახლა უკვე ახალი მუხლით მოიხდის სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისთვის და მას ექნება უფლება, რომ 1/3 მოხდის შემდგომ 2 წლის შემდეგ უკვე მიმართოს სპეციალურ კომისიას და მოითხოვოს შეწყალება.